ვიცე-სპიკერი გვესაუბრება, გილოცავთ პირველ რიგში ამ თანამდებობას, თქვენ ვიდრე მოხდებოდა ასე ვთქვათ კენჭისყრა, თქვენ თქვით რომ იმედი გქონდათ დაგიჭერდნენ ხალხს. საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაცია გაქვთ. თქვენს კონკურენტს ოპოზიციიდან აჯობეთ ამ შემთხვევაში ხმების რაოდენობით. როგორია თქვენი პირველი ემოცია? დასაფასებელია ეს მხარდაჭერა და არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ დიდი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანაც, დიდი გამოწვევების წინაშე დგას მე-9 მოწვევის პარლამენტის და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მართლა შეეხოს კანონები ადამიანების ცხოვრებას, მართლა აისახოს რაღაცა საკანონმდებლო ინიციატივები ადამიანების ცხოვრებაზე და ამაში ვხედავ მე ჩვენ ფუნქციას. იმაში კი არა, რომ დავიკავოთ თანამდებობები და თვითტკბობას მივეცეთ. Ექვსი დეპუტატი ამას მოახერხებთ? ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენ გადაწყვეტილებებს ისედაც ვერ ვიღებთ, ხო 6 დეპუტატი. ამიტომ გაგვწეწოლის გარკვეული მექანიზმები. ყველანაირი მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ მოიტანო ქართველი ხალხის სათქმელი და გაასაჯარო ნებისმიერი პრობლემა, ნებისმიერი თემა, ის რაც ტკივა ხალხს და მე ამაში ვხედავ ჩვენ ფუნქციას, თორემ ჩვენ არც საკონსტიტუციო უმრავლესობა ვართ და არც უმრავლესობა არა ვართ. თქვენ გაქვთ პრეტენზია, ვთქვათ, ამბიცია, რომ იქნებით შუამავალი ხალხსა და ხელისუფლებას შორის. არა მარტო პრეტენზია და ამბიცია, ეს არის ჩვენი ფუნქცია და ეს იქნება. ამაში იქნება ჩვენი მთავარი დატვირთვა. კი ბატონო, თქვენ ასევე საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით გსურთ საუბარი, მაგრამ მოდით ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ. ძალიან საინტერესო ინფორმაცია აქვს ქალბატონ ირმას, თუმცა მანამდე მე მინდა გთხოვოთ შეფასება ზოგადად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით. თქვენი შეფასება არ მახსენდება ამასთან დაკავშირებით? წინა საარჩევნო პერიოდში ის ოპონენტების მხრიდან დადანაშაულებულია ხისტი არაეთიკური განცხადებების გაკეთებით, მაგალითად ნაციონალური მოძრაობის მისამართით. თქვენ რამდენად მიიჩნევთ, რომ ის იქნება მიუკერძოებელი და ბალანსებული პარლამენტის თავმჯდომარე, ისეთი როგორიც უნდა იყოს პარლამენტის თავმჯდომარე? მე მხარი დაუჭირე და ჩვენმა გუნდმა მხარი დაუჭირა ირაკლი კობახიძის კანდიდატურას. ირაკლი კობახიძეს ვიცნობ დიდი ხანია, ვიცნობ მამამის ბატონ გიას, რომელიც ჩემი თანამებრძოლია და ძალიან დიდ პატივს ვცემ. მე არ მეპარება ეჭვი ირაკლი კობახიძის კომპეტენციაში, იმიტომ რომ ერთ-ერთ საქმეზე ის იყო ჩვენი ადვოკატი, ძალიან სერიოზული საქმე იყო და მე მახსოვს როგორი პროფესიონალიზმით მიუდგა ის ამ საკითხს, ისიც ეხებოდა ერთ-ერთ საკონსტიტუციო სარჩელს, ამიტომ წარმატებები უნდა ვუსურვო ირაკლი კობახიძეს და რატომ ვერ უნდა შეასრულოს პარლამენტის თავმჯდომარის ფუნქცია კარგად. ალბათ წინა საარჩევნო პერიოდში მისი რიტორიკა წინა საარჩევნო. იცით რა, მე არ მახსენდება, რომ შეურაცხყოფა მიაყენა ვინმეს ან რაღაცა მსგავსი. ნაციონალური მოძრაობა რაზე საუბრობს, ეს არ არის საინტერესო, იმიტომ რომ აქ ისეთი განცხადებები მოვისმინე, უბრალოდ არ ვიცი, რასთან აგვაქვს საქმე, რომ თურმე ინგრეო და ინგრევა ქვეყანა, რა დღეშია პენიტენციური სისტემა, ამაზე საუბრობს ტუღუში. გესმით, რომელიც დღეს არის დეპუტატი და რომლის დროსაც, როცა ის სახალხო დამცველი იყო, ატყავებდნენ პატიმრებს სასჯელახსრულების დაწესებულებებში და მის დოკუმენტებში მას შეფასებაში იყო ეს ანალიზი უბრალოდ მას პარლამენტში არ შეფასებები და დოკუმენტები კი არ არის, თავარი არის ფაქტი. ფაქტი, რომ პატიმრებს აწამებდნენ და იმ დროს მართველი გუნდი იყო ნაციონალური მოძრაობა, იმ დროს ბატონი ტუღუში იყო ჯერ სახალხო დამცველი და მერე მუშაობდა სასჯელახსრულების სისტემაში. შეიძლება ჩემი ჟურნალისტური ასე ვთქვათ შეცდომაც კი იყოს, რომ ის ფაქტები, რაც მოკევით ახლა თქვენ ირაკლი კობახიძესთან თქვენს კავშირებზე, არ ვიცოდი მე პირადად, ძალიან საინტერესო იყო. არა, ეს კავშირები არ არის, ეს არის ჩვეულებრივი ურთიერთობა, რომელიც ჩვენ გქონდა ბოლო წლების მანძილზე, როგორც ჟურნალისტ, იურისტთან და ძალიან კარგი მაგალითი გვაჩვენა მაშინ როგორ იმუშავა ირაკლი კობახიძემ იმ საქმეზე, ერთ-ერთ საქმეზე. დობას უცხადებთ ამ თანამდებობას. სრული ნდობის რა მოგახსენოთ, მაგრამ ნდობას უცხადებ და მინდა რომ წარმატებები ვუსურვო და იყოს წარმატებული პარლამენტის თავმჯდომარე. თქვენ საკონსტიტუციო სასამართლოში გაქვთ საქმე, კონკრეტულად რა მოთხოვნით შეიტანეთ სარჩელი განაცხადი და დღეს რა ვითარება გაქვთ, რომ გითხრათ, რას ეხება ეს სარჩელი? დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. არსებობს შეუსაბამობა საარჩევნო კოდექს და კონსტიტუციას შორის. ეგრეთ წოდებული გადასანაწილებელი ხმები კონსტიტუციის თანახმად თანაბრად უნდა გადანაწილებული იყოს სამ პარტიაზე. ქართულ ოცნებაზე, ნაციონალურ მოძრაობას და საქართველოს პატრიოტთა ალიანსზე, მაგრამ იქ რაღაცა ცვლილებები იყო შეტანილი საარჩევნო კოდექსში და დღეს ამ გადასანაწილებელი ხმების
მთელი მანდატები გადანაწილდა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებაზე. საუბარი არის 14 მანდატზე. ჩვენ შეტანილი გვაქვს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ქონდა შეტანილი სარჩელი. დღეს განიხილა ეს საქმე. ჩვენ ვითხოვდით შემაჯამებელი ოქმის სწორედ ამ ნაწილის გასაჩივრებას, რომელიც 14 დეპუტატის მანდატის უფლებამოსილების საკითხს ეხება. მართალია სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი, მაგრამ ხო არის კიდევ ორი დღე გასაჩივრებისთვის. ამიტომ დღეს გვინდოდა მიგვემართა პარლამენტისთვის, ვიდრე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაასრულებდა თავის მოხსენებას, მე მივმართე სათანადო კომისიას, მაგრამ არ მოგვეცა ამ განცხადების გაკეთების საშუალება. ჩვენ ვითხოვდით, რომ შეჩერებულიყო ამ 14 დეპუტატის უფლებამოსილება, ვიდრე სასამართლო არ მიიღებდა გადაწყვეტილებას. ერთის მხრივ საკონსტიტუციო, მეორეს მხრივ სააპელაციოში საჩივრდება. 136 დეპუტატი უფლებამოსილია, რომ პარლამენტის საქმიანობა განაგრძოს და 136 დეპუტატი წარუძღვებოდა პარლამენტის საქმიანობას. ამ 14 მანდატიდან არ ვიცი გასაგებად ვლაპარაკობ თუ არა, მე მგონი გასაგებად ვლაპარაკობ. 4 მანდატი ეკუთვნის ეს, რომ სამართლიანი განაწილების პრინციპი იყოს პატრიოტთა ალიანსს, 5 მანდატი არ იწვევს, არავით არ ეჭვს ლეგიტიმურობა ამ მანდატებისა, ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას. და დღეს გამოვიდა, რომ ჩვენ ვერ დავაფიქსირეთ ეს პოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ და ამიტომ სხვა დებატებში უკვე აღარ მივიღეთ მონაწილეობა და საშუალება მივეცით ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას ეჟღურტულად ერთმანეთთან. კიდევ გექნება საშუალება, აი უკვე გიწევენ დარბაზში. ამ საშუალებას აღარ მივცემთ უკვე. ძალიან მოკლედ რომ მითხრათ, უბრალოდ თქვენი მთავარი პრინციპი რა იქნება ვიცე სპიკერის თანამდებობაზე? რა იქნება თქვენი, ასე ვთქვათ, მთავარი მისია? როგორი უნდა იყოს ვიცე სპიკერი? ირმა ინაშვილი. არ ვიცი როგორი უნდა იყოს ვიცე სპიკერი, მე ვიცი რა მინდა მე გავაკეთო. მე ვიცი რომ მინდა დავეხმარო ადამიანებს, ასობით ადამიანია, რომლის სათქმელიც ვერ მოდის პარლამენტამდე, შესაბამის კომიტეტებამდე, რომლებსაც არავინ არ უსმენს, რომელთა პრობლემებიც არ წყდება და მე შევეცდები ვიყო ამ ადამიანების ხმა საქართველოს პარლამენტში. თვისებები ვიცე სპიკერის რა იქნება თქვენთვის მნიშვნელოვანი? მე მგონი ძალიან უხერხულია მე რო ვილაპარაკო ვიცე სპიკერის თვისებებზე. არ უნდა ვიყოთ დაკომპლექსებული პერსონები. ჩვენ გვჭირდება ახალი ტიპის პარლამენტის წევრები, თავისუფლად მოაზროვნეები, მათ რომლებსაც შეუძლიათ რაღაცა ნოვატორული იდეები შესთავაზონ პარლამენტს, რაღაცა ზოგჯერ დინების საწინააღმდეგოდ უნდა წახვიდეთ, თუ რამე სასარგებლო ინიციატივაზე ლაპარაკობთ. მიუკერძოებელი და დაბალანსებული უნდა იყოს ამ თანამდებობაზე. ძალიან პირობითია ეს, მიუკერძოებელი და დაბალანსებული, ძალიან პირობითია. არის სიტუაციები, სადაც არ უნდა იყოს დაბალანსებული და უნდა იჩხუბო იომო, რომ გაიტანო ესა თუ ის წინადადება. ეხლა არავის არ ჭირდება დუმარე დაბალანსებული პარლამენტის წევრი, რომელიც ხმას არ იღებს, დადუმებულია და დაბალანსებულია. ჩვენ გვჭირდება მებრძოლი ადამიანები პარლამენტშიც და პარლამენტის გარეთ. კარგი, 4 წელი გაქვთ ამ ბრძოლისთვის. კი ბატონო. დიდი მადლობა, კარგი გაგზავნებოდეთ. ჩვენ ვესაუბრებოდით ირმა ინაშვილს, პატრიოტთა ალიანსის გენერალურ მდივანს და უკვე არჩეულ ვიცე სპიკერს, პარლამენტის ვიცე სპიკერს. ჩვენ რჩებით ბუნებრივია სხდომათა დარბაზთან, თუმცა ამ დროისთვის უკვე დეპუტატებს მოუწოდებენ სპეციალური ხმოვანი სიგნალით, რომ ისინი უნდა დაბრუნდნენ დარბაზში და დღეს